რამდენჯერ გიყიდიათ რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრებთან, ნათესავებთან ან მეზობლებთან არ შერცხვენილიყავით. ეს არის ის პირველი მახე, რომელშიც ძალიან ბევრი ეხვევა და სამუდამოდ კარგავს ფინანსური თავისუფლების შანსს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება, არის დამოკიდებულება ვალების მიმართ. საქართველოში თითქოს ნორმად იქცა ის, რომ ხელფასიდან ხელფასამდე ვალებით უნდა იცხოვრო. მე ხშირად ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სამომხმარებლო სესხი, განვადება ტელეფონზე, განვადება ტელევიზორზე, საკრედიტო ბარათი მინუსში აქვთ და ამის ფონზე კიდევ ლომბარდში აქვთ შეტანილი ნივთები. ეს არ არის უბრალოდ ფინანსური შეცდომა, ეს არის ნებაყოფლობითი მონობა. მე არ ვამბობ, რომ სესხი თავისთავად ცუდია. ბიზნესის დასაწყებად ან განათლების მისაღებად აღებული სესხი შეიძლება ძალიან მომგებიანი ინვესტიცია იყოს, მაგრამ როდესაც ადამიანები სესხს იღებენ მიმდინარე ხარჯების დასაფარად, დასასვენებლად, წასასვლელად ან ქორწილის გადასახდელად, ეს პირდაპირ გზაა გაკოტრებისკენ. ქართულ რეალობაში განსაკუთრებით პრობლემურია ქორწილებისა და სხვადასხვა ტრადიციული სუფრების თემა. მე ვიცნობ ოჯახებს, რომლებმაც 10,000-ობით ლარი ისესხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქორწილში 300 სტუმარი დაეპატიჟებინათ, რათა სხვებზე ნაკლები არ გამოჩენილიყვნენ და შემდეგ წლების განმავლობაში ამ ვალს იხდიდნენ. ფინანსურად წარმატებული ადამიანი არასდროს აყენებს სხვის აზრს საკუთარ ფინანსურ სტაბილურობაზე წინ. მას შეუძლია თქვას არა, მას შეუძლია აღიაროს, რომ ამ ეტაპზე რაღაცის ფული არ აქვს და ამაში არანაირ ტრაგედიას არ ხედავს. ზუსტად ეს სიმამაცე და რაციონალურობა არის ის, რაც მას ეხმარება კაპიტალის დაგროვებაში. მე ასევე მინდა შევეხო შემოსავლებისა და გასავლების მართვის საკითხს, რადგან ხშირად ვისმენ ხოლმე ერთი და იგივე ფრაზას, რა უნდა დავზოგო, როცა ხელფასი სულ რაღაც 1000 ლარი მაქვს, ეს ხომ საარსებო მინიმუმია. მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში შემოსავლები მართლაც დაბალია და ინფლაცია ყოველდღიურად ჭამს მსყიდველობით უნარს, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი ძალიან უხეში, თუმცა რეალური სიმართლე. პრობლემა ხშირად შემოსავლის სიმცირეში კი არა, ხარჯების უკონტროლობაშია. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც თვეში 5,000 ლარს გამოიმუშავებენ, მაგრამ თვის ბოლოს მაინც ვალს იღებენ, რადგან მათი ხარჯები ყოველთვის ასწრებს მათ შემოსავალს. პარალელურად კი მინახავს ადამიანები, რომლებიც გაცილებით ნაკლები შემოსავლით ახერხებენ მცირე დანაზოგის გაკეთებას. ფინანსური წარმატების მთავარი ფორმულა არ არის იმაში, თუ რამდენს შოულობ, არამედ იმაში, თუ რამდენს იტოვებ. მე ყოველთვის ვურჩევ ყველას, დაიწყონ საკუთარი ხარჯების ჩაწერა. დამიჯერეთ, როდესაც პირველად დაჯდებით და დაწერთ, თუ რაში წავიდა თქვენი ფული გასული 1 თვის განმავლობაში, შოკში ჩავარდებით. აღმოაჩენთ, რომ ფინანსების უდიდესი ნაწილი ირაციონალურ ხარჯებს მიაქვს ყოველდღიურ ყავას, ზედმეტ ტაქსის და ისეთ ნივთებს, რომლებსაც შეძენის შემდეგ თაროზე შემოდებთ.